ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქალაქ ბათუმის მერიას საკრებულოს გადაწყვეტილების უგულებელყოფაში ადანაშაულებს. გიორგი კირთაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის საკრებულომ ბულვარის მუნიციპალიტეტის მმართველობაში გადმოცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 24 აპრილს მიიღო, იგი დღემდე არ აღსრულებულა. კირთაძე ვარაუდობს, რომ მერია განზრახ არ ასრულებს საკრებულოს გადაწყვეტილებას, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტში ბულვარის მართვისათვის საჭირო თანხები გათვალისწინებულია. ქალაქის მერის განმარტებით, გადაწყვეტილების აღსრულება ტურისტული სეზონის დროს სირთულეების თავიდან აცილების მიზნით გადაიდო. ერმაკოვის შეფასებით, ბულვარის მერიისათვის გადმოცემის პროცესი გრძელდება, დოკუმენტაცია უკვე ფინანსთა სამინისტროშია გადაგზავნილი. ნაციონალური მოძრაობის განცხადებასთან დაკავშირებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა კომენტარის გაკეთება დღეს არ ისურვა. აჭარის მთავრობა თვლის, რომ საერთოდ აღარ დაუბრუნოს ბათუმს ბულვარი და 2015-ში, 16-ში, 17-ში და 18-ში თვითონ უნდა მართოს აღნიშნული, მოკლედ ესე ვთქვათ, ორგანიზაცია. მთავარი არის ის, რომ ქალაქ ბათუმის მერია განზრახ არ ასრულებს ბათუმის საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მე მაშინ ძალიან მარტივი კითხვა მინდა დავსვა, საერთოდ რისთვის იკრიბება ბათუმის საკრებულო, რისთვის მსჯელობს, თუ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც არის სავალდებულო შეასრულებად ქალაქ ბათუმის მერიისთვის, დარჩება ისევე უყურადღებოდ, როგორც დარჩა ბათუმის ბულვარის საკითხი. გადაწყვეტილების აღსრულებას ვაჩერებდით იმ მომენტისათვის, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა გამოცხადებული ტენდერები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იმ შემავალ დანაყოფს, რომელიც მართავს ახლა ბულვარის ტერიტორიას, ანუ ბულვარს ბათუმის ზღვისპირა პარკს, გადაეგზავნა ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია მოთხოვნისა, რასაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული წარმოება. ამიტომ ეს არ შეჩერებულა.